6 წლის წინ ზუსტად აქ ამ ადგილას და ამ დროს 10,000-ობით მოქალაქე იყო შეკრებილი, რათა გაეპროტესტებინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავაგრძელში რუსი დეპუტატის და კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის ყოფნა და საპარლამენტო მართლმადიდებლური კონფერენციაზე რუსული დელეგაციის დასწრება, რომელიც რუსულ ენაზე მიმართავდა იქ შეკრებილ სტუმრებს. ოპოზიციის პროტესტი მოყვა თავდაპირველად მოვლენებს და სერგეი გავრილოვის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში. მოგვიანებით კი პროტესტმა გადმოინაცვლა უკვე საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთ და ქუჩაში გაგრძელდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 10,000-ობით მოქალაქე შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა არსებული მდგომარეობა. მათ თავარი კითხვა ჰქონდათ, როგორ მოხდა რუსი დეპუტატი, რომელიც არ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავაგრძელში და ძირითადი მოთხოვნა ამ საღამოს 2019 წლის 20 ივნისს იყო მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი ყობახიძის გადადგომა. მოგვიანებით სიტუაცია რუსთაველის გამზირზე დაიძაბა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა 10,000-ობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტს დაუპირისპირა ცხენმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არაერთი ვიდეო კადრი აღბეჭდავდა იმ საღამოს განვითარებულ პროცესებს, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს მოქალაქეებსაც და მედიის წარმომადგენლებსაც, რის შედეგადაც, როგორც ცნობილია, ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა დაკარგა თვალი, კიდევ 4 მოქალაქემ კი მხედველობა დაკარგა. ისინი დაზარალებულად არიან ცნობილნი და დღეს მოქალაქეები სწორედ იმისთვის შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ, რათა გაიხსენონ 6 წლის წინანდელი მოვლენები. მათი შეფასებით ეს იყო პირველი გამოვლინება, როდესაც ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა ძალადობას და აგრესიულ ქმედებას და უკვე ისინი პარალელსავლებენ ასევე ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს. ეს იყო მაგალითად 2023 და 2024 წლებში ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციები და ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული დემონსტრაციები, როდესაც დემონსტრანტთა წინააღმდეგ საპოლიციო ძალებმა ასევე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცხენმსადენი გაზი, ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ისინი აფასებენ ამ მოვლენებს და სიმბოლურად აქ არიან მოსულები იმ თვალსახვევით, რომელიც აჩვენებს და განასახიერებს ერთგვარად მათი თქმით 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს. მოვლენებმა პირველ რიგში გვასწავლა ის, რომ ამ ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლა და კიდევ 6 წლის მერე ნათლად დაგვანახა ის ფაქტი ამ პროცესებმა, რომ სამართალი ცალმხრივად მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. თუ ხარ ქართული ოცნების წევრი და ქართული ოცნების მომხრე, შენი ნებისმიერი ქმედება შეიძლება გამართლებული იყოს, ხოლო როდესაც დააპირებ, რომ საკუთარი გზა აირჩიო ან თუნდაც ოპოზიციაში წახვიდე, ქართული ოცნება ყველანაირ ხალხს მიმართავს იმისთვის, რომ თუნდაც ქართული ოცნების სახელით ჩადენილი დანაშაულები შენ გადმოგბრალდეს პერსონალურად და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისროს. აი ეს თვალსახვევი, რაც ეხლა სახეზე მაქვს, ძალიან სიმბოლური არის და ალბათ ყველას ასოციაციურად ზუსტად 20 ივნის გავრილოვის ღამეს ახსენებს, რადგან ეს იყო ღამე, როდესაც ქართულმა ოცნებამ აწუკვე ფარდაახტილმა რუსულმა ოცნებამ თვალები დათხარა ხალხს და იძალა ქართველ ხალხზე რუსი ოკუპანტის დასაცავად. და დღევანდელი დღეც და ეს 200-ზე მეტ დღიანი პროტესტიც ასახავს იმ წინააღმდეგობას, რომელსაც ვერ გატეხავს დიქტატურა და მარტო გავრილოვის გაშვებით არ შემოვიფარგლებით, შიგნით რამდენიმე გავრილოვის დარჩა, მათაც ყველას მოუწევს გაყვნენ იმ 2019 წლის ღამის ავტორ სერგეი გავრილოვს. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ ცხენმსადენი გაზის გამოყენება და ასევე ეგრეთ წოდებული რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო არავითარ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელწერა, მით უმეტეს, როდესაც იყო საუბარი მშვიდობიან დემონსტრანტებზე. რამდენიმე წუთში ამ განცხადებიდან მამუკა ბახტაძისა დაიწყეს საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და აი ამ მოვლენებს 6 წლის თავზე ეხმაურება პარლამენტის
მოქმედი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც Facebook-ზე აუცილებს განცხადებას. მისი თქმით, 6 წლის წინ განვითარებული პროცესები იყო ნაციონალური მოძრაობის ხელშეწყობით მისი შეფასებით და ეს ასევე ადანაშაულებს განვითარებულ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე პარალელსავლებს დღეს მიმდინარე პროცესებთან. აქ იგულისხმება პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები. ეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი, ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ. 20 ივნისის მთელი მორალი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდოპროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას. ყველა ამ ქცების დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე. 2019 წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებზე ევროსასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 50,000 ევროს გადახდა დაზარალებულების მიმართ. ახლა ასევე ქართული ოცნება მისივე ინიციატივით შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში იძიებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, რაზეც იყო დაბარებული ყოფილი შინაგანსაკუთრებთა მინისტრი და ასევე ექს-პრემიერი გიორგი გახარია. 2025 წლის 15 აპრილს მან ისაუბრა იმ ღამის მოვლენებზე და თქვა, რომ უშუალოდ რეზინის ტყვიების სროლაზე მას ბრძანება არ გაუწია. ასევე ამავე საკითხზე დაიკითხა პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელმაც ჩვენება მისცა დროებით საგამოძიებო კომისიას 19 ივნისის სხდომაზე და დაადანაშაულა გიორგი გახარია და თქვა, რომ ის არ იყო კომპეტენტური საპროტესტო აქციების დაშლის მართვაში. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ქართული ოცნება კვლავ მიმართავს ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ამის მაგალითად ისინი ასახელებენ განულ საპროტესტო აქციებს ამ წლების განმავლობაში, აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს უფლება გამოიძიოს მსგავსი საქმეები და ამისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურები უნდა არსებობდეს მათივე შეფასებით.